მოგესალმებით, მე ვარ მარიამ მეგრელიძე, გურა მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა ფასკუნჯის მოსწავლე. ფასკუნჯის სივრცეში ვუძღვები პოდკასტ ლიტერატურის შესახებ. დღევანდელი ჩვენი სტუმარია მწერალი თათული ღვინიანიძე. გამარჯობა. პირველ რიგში უღმეს მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მარიამ, პირიქით მადლობა შენ რომ მომიწვიე. მიმაჩნია რომ ძალიან მნიშვნელოვანია ლიტერატურაზე საუბარი და თუ კი შემიძლია მცირეოდენი წვლილი შევიტანო ყველაფერში სიამოვნებით. უღმესი მადლობა. პირველ რიგში ტრადიციული კითხვით დავიწყებ, ვინ არის თათული ღვინიანიძე? მოგვიყევით თქვენ შესახებ. ეს როგორი სერიოზული კითხვით შემოხვედი. კარგი, თათული ღვინიანიძე ალბათ არის ადამიანი, რომელსაც ჯერა სიკეთის, მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მოემატა, არ შეწყვიტა ოცნება. ის, ვინც მოწოდებულია, რომ გაავრცელოს ცოდნა და მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი სიკეთისთვის და წინსვლისთვის ჩნდება ზოგადად ტალანტი და თუ კი მას გააჩნია ეს ტალანტი, თვითონაც სოციუმს მოემსახურება. მოგვიყევით თქვენს პირველ ნაშრომზე, ამბავი, რომელიც წიგნად აქციეთ. რა ასაკში დაწერეთ წიგნი და რა იყო ამ წიგნის ინსპირაცია? პირველი წიგნი აღიარება ხელის გულზე დავწერე 15 წლის ასაკში. შენ რამდენის ხარ? 17-ის. ანუ შენზე ცოტა პატარა ვიყავი, როცა პირველი ვერსია შეიქმნა და რა თქმა უნდა, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ერთ დღეს ეს ვაუ, ბესტსელერი გახდებოდა. აი გაკვეთილზე რომ მომწყინდებოდა ხოლმე მასწავლებლის მოსმენა, ჩუმად დავიწყებდი წერას. თავიდან მასწავლებლები მიშლიდნენ ამას. მერე ერთ-ერთმა წაიკითხა გავიგოთ რას წერს ეს ბავშვიო და აღმოაჩინეს რომ რაღაც კარგია, მოდი ხელი შევუწყოთ. და ასე ხელის შეწყობით საბოლოო ჯამში გავედით ბოლოში. შთაგონების წყარო ალბათ უპირველესად იყვნენ ჩემი კლასელები, იმიტომ რომ ერთ-ერთ გოგონას ძალიან აბულინგებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ხმალ ამოღებული ვიბრძოდი სამართლიანობისთვის, მაინც რაღაცნაირად სინამდვილეში ვერ ვუშველე და ვერ გადავარჩინე და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. მერე ვიფიქრე, რომ აი როგორ მივიტანო სათქმელი ჩემს კლასელებთან. და გადავწყვიტე დამეწერა ნაწარმოები, სადაც მთავარი პერსონაჟი ბულინგის მსხვერპლია. რომ გითხრა იმ ასაკში რა მეცვლილებები გამოიწვია კლასელებში მეთქი მოგატყუებ, მაგრამ მაშინ იყო ასეთი საიტი და მგონი დღესაც არის ForLounge, სადაც თავებად ვტვირთავდი ამ ნაწარმოებს და აი იქ კი მართლა ფურორი მოყვა, დიდი გამოხმაურება, კომენტარები, პირადი წერილები, როგორ ეხმარებოდა ეს ნაწარმოები იმ ადამიანებს, ვინც თავად განიცდიდნენ იზოლაციას, გარიყულობას და მიაჩნდათ, რომ საზოგადოება მზად არ იყო მათ მისაღებად. რეალურად ეგ ნაწარმოები არის საზოგადოების და ინდივიდის დაპირისპირებაზე. და მინდოდა მეჩვენებინა, რომ თუ კი ადამიანი მთლად სწორად არ იქცევა, შესაძლოა ამაში სწორედ საზოგადოება იყოს დამნაშავე. იმიტომ რომ ჩვენ თუ შევქმნით ურჩხულს ჩვენი გულსივობით და მიუღებლობით, იმით რომ არ გვაქვს მზაობა რაღაც განსხვავებული ავღვიქვათ და ავთენტურად შევიყვაროთ, ის აუცილებლად ჩვენს წინააღმდეგ გაიბრძოლებს. ასე რომ ასე დაიბადა აღიარება ხელის გულზე. თუმცა თინეიჯერობა ისეთი ასაკია, მე მგონია რომ ყველაფერს აპროტესტებ და მაგ წიგნზე სულ იმას ვამბობ, რომ შიგნით ყველაფერი ჩავწერე, რაც არ მომწონდა თქო. თან რა მოხდა იცი, ასაკი რომ ემატებოდა, ვარედაქტირებდი მუდმივად, ვუბრუნდებოდი და ვმუშაობდი პერსონაჟებზეც და სიუჟეტურ ხაზზეც და ემატებოდა ის ყველაფერი, რაც გარე სამყაროში აღმოვაჩინე და მივიჩნიე, რომ სადღაც უნდა ასახულიყო იმისთვის, რომ მე ვიღაც დაფიქრებულიყო, რომ აი მეც ასეთი ვარ და მე ეს არ მომწონს. ჟურნალისტად მუშაობა დავიწყე 14 წლის ასაკში და მაგანაც თავისი როლი ითამაშა ალბათ. იმიტომ რომ რეალურად პროტაგონისტი, მთავარი პერსონაჟი, ჟურნალისტიკაზე სწავლობს და იქ ცდილობს თავის დამკვიდრებას. როდესაც მუშაობდი ჟურნალისტად, აღმოვაჩინე, რომ ხშირად ჟურნალისტიკას არაკეთილსინდისიერად იყენებენ და ამით ალბათ შეურაცხყოფასაც კი აყენებენ პროფესიას. თუმცა ბეწვის ხიდია გადებული, რთულია ლავირება, რომ მიხვდე ამას მაღალი პროფესიონალიზმის გამო აკეთებ, აი რაზეც მიდიხარ, თუ ეს შენი პირადი ეგოს დაკმაყოფილებაა. და ვცადე ამ კითხვაზეც პასუხი მეპოვნა და საბოლოო ჯამში ალბათ გადაწყვეტაც შემეთავაზებინა მკითხველისთვის. აი ესეთი საინტერესო გზა გავიარე თავად და შემდეგ უკვე პერსონაჟებსაც ჰქონდათ ბედნიერება, რომ იგივე გზაზე წამომყოლოდნენ. თქვენი წიგნი არის ბესტსელერი.
მოგვიყევით წიგნის იმ ნაწილზე, რომელსაც თქვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ალბათ არ არსებობს მწერალი, რომელსაც მის წიგნში რაღაც ნაწილი, რაღაც კონკრეტული ეპიზოდი განსაკუთრებით არ უყვარს, ან განსაკუთრებულ დატვირთვას არ ატარებს მისთვის. რომელია ეს აღიარება ხელის გულიდან, იმიტომ რომ კითხულმა სწორედ ამ წიგნით გაგიცნოთ, ამიტომ ჯერ ამაზე ვისაუბროთ. კარგი კითხვაა ძალიან. ვფიქრობ, ეს არის მომენტი, როდესაც რადა მთავარი პერსონაჟი აანალიზებს რაშია დამნაშავე. ალბათ სპოილერი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ რადას ერთ-ერთი ქმედება მის კურსელს თვით მკვლელობამდე მიიყვანს. და პირველი რეაქცია რაც არის რადასი, უნდა გავიქცე და პასუხისმგებლობა ავირიდო. და ის მართლაც გარბის ქვეყნიდან, მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდე, საკუთარ თავს ვერ გაექცევი. შესაბამისად სინდისმა და ნამუსმა რადასაც უწია და ძალიან მიყვარს ეგ ეპიზოდი, როდესაც ბორგავს ღამე ვერ იძინებს, დღისით ადგილს ვერ პოულობს, იმიტომ რომ მძიმეა ის ყველაფერი, რაც საკუთარ თავს აკიდა. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში იმაზე დიდ როლს თამაშობთ, ვიდრე ვაცნობიერებთ. ერთი სიტყვით შეიძლება ადამიანი დაანგრიო და ააშენო და მით უმეტეს მთელი სტატიით, იმიტომ რომ სტატიას მოჰყვა შემდეგ უკვე დიანას ცხოვრების სრული ტრანსფორმაცია, საზოგადოების მხრიდან მისი განსჯა და საბოლოოდ დიანამ თავი მოიკლა, იმიტომ რომ ვერ დაინახა გამოსავალი. და ეს სინანული, რომელიც წარმოვაჩინა რადაში, მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია წიგნში. ჩვენ აქ ვხედავთ, რომ პერსონაჟი გაიზარდა, პერსონაჟი შეიცვალა და ის მიხვდა, რომ საკუთარ საქციელებზე პასუხი უნდა ვაგოთ. როგორ ფიქრობთ, რატომ არის თქვენი წიგნი ხშირად ბესტსელერის თაროზე და რა მოსწოთ მასში ყველაზე მეტად მკითხველს, იმიტომ რომ ხშირად ვხვდები პირადად მე, რომ აღიარება ხელის გულზე, ან თუნდაც თქვენი მეორე ნაშრომი ხშირად მხვდება ბესტსელერის თაროზე. აი რა არის ამ მიზეზი და რა მოსწონთ თქვენი აზრით ყველაზე მეტად თქვენს მკითხველს, თქვენს წიგნებში? ამაზე თავადაც ბევრჯერ მიფიქრია. რეალურად სხვა ჟურნალისტებსაც უკითხავთ და პასუხი უცვლელია. მე მგონია, რომ ჩვენ გვიყვარს ისეთი ამბების კითხვა, სადაც საკუთარ თავს ვპოულობთ. და მე არ ვიცი ინტუიციურად, არ ვიცი ზოგჯერ ცოდნით ვარჩევამ თემებს სწორად და მგონია, რომ თუ კი შენ თანამედროვე მკითხველს უყვები არარსებულ პრობლემაზე, რომელიც პირობითად შეიძლება არსებობდა მე-19 საუკუნეში ან მე-18 საუკუნეში, მაგრამ მას არ ეხმიანება. ამით მკითხველს ვერ გაუღვიძებ ინტერესს და როდესაც მკითხველმა იცის, რომ თათული ღვინიანიძე თავის წიგნებში საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც მე მაქვს, ბუნებრივად და ავთენტურად ჩნდება ეს ინტერესი. და თქვენი აზრით, აი, რა ასაკის ადამიანები კითხულობენ ყველაზე ხშირად თქვენს წიგნებს? ვიტყოდი, რომ აღიარება ხელის გულზე უფრო ახალგაზრდებმა წაიკითხეს, მაგრამ მათ მოხდა საოცრება. მშობლები დაინტერესდნენ, რას კითხულობს ჩემი შვილი და შვილებით უკვე მშობლებსაც მისწვდა წიგნი. და საერთოდ შოკირებული ვიყავი, როდესაც შვილიშვილებმა მასიურად დაიწყეს ჩემთვის ფოტოების და ვიდეოების გამოგზავნა, სადაც ვხედავთ ბებიები და ბაბუები როგორ სხედენ და როგორ კითხულობენ ამ წიგნს. და ერთი ისტორია ჩემთვის ძალიან გამორჩეულია, არსად არ მისაუბრია ამის შესახებ და თუ კი ამ ვიდეოს ეს ადამიანი ნახავს, ალბათ ამოიცნობს საკუთარ თავს. ერთმა ქალბატონმა მომწერა, რომ მამამისი იყო ავად, ძალიან ცუდად იყო და მთელი ოჯახი ემზადებოდა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში დამშვიდობებოდა მას. და ამ კაცს გადაუწყვეტია, რომ აღიარება ხელის გულზე უნდა წავიკითხო. დაუწყია კითხვა, მდგომარეობა დამძიმებულა, მომხდარა საავადმყოფოში, რა თქმა უნდა, ყველა ნერვიულობს და გონზე რომ მოვიდაო. მამა ჩემიო ეს ქალი იხსენებს. პირველი რაც მთხოვა იყო, აღიარება ხელის გულზე მომიტანეო და მე თვითონ შოკში ვიყავი, რომ მამა ისე ცუდად აღარ თვალი ახლა გაახირე, რა დროს წიგნის კითხვაო. არა, არ მინდა ისე მოვკვდე, რომ ეგ არ დავამთავრაო და მართლაც დაამთავრაო და მე რამდენიმე დღეში გარდაიცვალაო და ჩემთვის ეს ამბავი არის ძალიან ემოციური, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ვიღაცის ცხოვრებაში, თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრებაში აღიარება ხელის გულზე იყო ბოლო წიგნი, რომელიც მან გაცნობიერებულად აირჩია. აი პირობითად მე თუ ახლა წიგნს ვკითხულობ, არ ვიცი გარეთ რო გავალ, მანქანა დამარტყამს თუ არ დამარტყამს, ხო, მაგრამ იმ მამაკაცმა იცოდა, რომ ბოლო დღეებს ითვლიდა და აირჩია ჩემი წიგნი წასაკითხად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. აი რომ შემეძლოს გავესაუბრებოდი და ვკითხავდი, რომ გაამართლა მოლოდინები, აი ეს ინტერესი რომ გქონდათ, ღირდა ამ ყველაფრად, მაგრამ ალბათ მაგას ვერასდროს ვერ გავიგებ.
ძალიან ემოციური ამბავია. გაგვიმხილეთ საით, როგორ უნდა გახდეს წიგნი ბესტსელერი? ხო. მაგაზე მთელი კურსი მაქვს ჩასაშვები და შენ გინდა რომ ეთერში გამომხელიო. წიგნი რომ ბესტსელერი გახდეს კომპლექსურად უნდა მიუდგე. პირველი მარტივი ენით უნდა წერო, იმიტომ რომ არქაული ტერმინოლოგია არ ესმის მკითხველის დიდ ნაწილს და არც უნდა ესმოდეს. მეორე, აუცილებლად ემოციებს უნდა იწვევდეს, უნდა გააცინო, უნდა აატირო, უნდა გააბრაზო. სადღაც ნოსტალგიაც უნდა გამოიწვიო მასში. ასევე მზად უნდა იყო მუდმივი კომუნიკაციისთვის. ჩემი მკითხველები, მოწმედ დამიდგებიან, რომ ყოველ დღე მაქვს მათთან რაღაც სახის ურთიერთობა და თეონა დორენჯაშვილი ხუმრობით მეუბნებოდა, მე არ მინახავს მწერალი, რომელიც ასე ინდივიდუალურად უდგება თავის მკითხველებს და ამ ხელა ემოციას და სითბოს გასცემ. ფიქრობ, რომ როცა მკითხველი ხვდება, რომ შენ ის გაინტერესებს, თვითონაც უფრო მეტად ინტერესდება შენით და ბოლოს, რა თქმა უნდა, პიარი და მარკეტინგი შეუძლებელია თანამედროვე სამყაროში რაღაც გაყიდო, მით უმეტეს, როცა ამდენი წიგნი გამოიცემა და კონკურენცია ასეთი მაღალია, თუ კი შენ არ გაქვს რაღაც პიარ სტრატეგია. მაგალითად, პირადად მე 8 წლის განმავლობაში ყოველ ზაფხულს 3 თვეს ვუძღვნი იმას, რომ დავდივარ მთელი საქართველოს მასშტაბით და ვხვდები ადამიანებს, ვისაც ზოგადად წიგნის კითხვა უყვარს და თუ კი თანამედროვე ლიტერატურას ქომაგობს, ხო მთლად გადასარევი. თანამედროვე ლიტერატურა ახსენეთ და სწორედ ამას ეხებოდა ჩემი შემდეგი კითხვაც. რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხართ? რა ეტაპზეა დღეს ქართული ლიტერატურა? ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირმა ცოტა შორს წავალ, ძალიან შეაფერხა საქართველოს ინტელექტუალური განვითარება. ინტელიგენცია მოაშთო და ფაქტობრივად აკრძალა თავისუფლად ფიქრიც კი არა თუ ამისი გამოხატვა. ეს შეუძლებელია არასახულიყო ქართულ ლიტერატურაზეც. რა თქმა უნდა, მაშინაც იქმნებოდა, იყო შეფარული, იყო სიმბოლოებით სავსე, მაგრამ მაინც ნელა განვითარდით მაშინ, როცა გარე სამყარო სწრაფი ტემპით და სიჩქარით მიიწევდა წინ. ახლა ნახე რა მოხდა. მერე საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და დაიწყო დიდი ეკონომიკური კრიზისი და როცა ქშია, ძალიან რთულია, რომ ფეხი ფეხზე გადაიდო და დაიწყო მაღალ მატერიებზე ფიქრი და ამაზე წერა. თუმცა მეორე მხრივ, როცა ძალიან გჭირდება არეალი, სადაც ამოხეთქავდა თავს შედარებით რეალიზებულად იგრძნო. ქვეყანა ნელ-ნელა იწყებს ფეხზე დადგომას, პოლიტიკური პროცესები კვლავ დაძაბულია და რაღაცნაირად გარომანტიზება ხდება იმ ყველაფრის, რაც ჩვენს ირგვლივ არის. შენ ალბათ მოსმენელი გაქვს ეს ისტორიები, რომ პურის რიგში ვიდექი და დედა შენ იქ გავიცანი, უშუქება იყო, მაგრამ ყველანი ერთად ვიყავით და ეს ურთიერთობები იყო მჭიდრო. ამ ყველაფერმა განგსტერული რომანტიზმი შვა, ასე რომ ვთქვათ, და ლიტერატურაშიც აისახა ეს ყველაფერი. ჩვენ ვწერდით ძველ ბიჭებზე, ჩვენ ვწერდით ნარკომანიაზე, ჩვენ ვწერდით იმაზე, რომ ამ სიტუაციაშიც კი რაღაცნაირად ადამიანობის სიყვარულის და ფასეულობების შენარჩუნება უნდა შეგვიძლებოდა. შემდეგ უკვე დავიწყეთ საბჭოთა კავშირზე რეფლექსია და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ლიტერატურაში აისახა და საბოლოო ჯამში, როცა ევროპაში მიმოსვლა ძალიან გააქტიურდა, ჩვენ წავედით სასწავლებლად, უბრალოდ სამოგზაუროდ დავინახეთ ისინი როგორ ცხოვრობდნენ, ამ თანამედროვე ევროპულმა გავლენებმაც დაიწყო შემოდინება. ახლა ქართული ლიტერატურა, ჩემი აზრით, ერთ-ერთ საუკეთესო ფაზაშია. გამალებით წერენ ქართველი მწერლები. 2017 წლიდან მაგალითად გამომცემლობებმაც სერიოზულად დაიწყეს ჩვენი აღქმა. 2017 წლამდე ფაქტობრივად კანტიკუნტად იბეჭდებოდნენ ქართველი ავტორები. და იმასაც ეჭვის თვალით უყურებდა ქართველი მკითხველი, ქართველი რას დაწერდა, არა და ქართველები არიან უნიჭიერესი ხალხი და ამას იმიტომ არ მომბობ, რომ ეხა ვინმე ყანწი შემომაწოდოს და ფეხზე წამოვდგე. არა, ობიექტურად ქართველები ძალიან ნიჭიერები არიან სიმღერაშიც, ცეკვაშიც, უპირველესად ლიტერატურაში. მე ბევრი ისეთ ადამიანს ხვდები, ვინც წერს, მაგრამ იმალება და მინდა ორიოდე სიტყვით ამასაც შევეხო, რომ მეგობრებო, გამოჩნდით, გაბედეთ, მესმის რომ ძალიან რთულია, მოიკრიბო ეს გამბედაობა და სამყაროს უთხრა რომ შემამჩნიე, რომ მე ვაზროვნებ და მინდა რომ გაგიზიარო ის რაც დავწერე, მაგრამ რა აზრი აქვს ნიჭის ქონას, რა აზრი აქვს ამ ჩანაწერების გაკეთებას, თუ ისინი მხოლოდ თაროზე ან ბალიშის ქვეშ დარჩება. ასე რომ მომავალ კოლეგებს მოვუწოდებდი, რომ აქტიურად გამოჩნდნენ, ხოლო მათ, ვინც უკვე ჩანს, ჩემგან დიდი მხარდაჭერა აქვთ.
მათ ვინც უკვე ჩანს თქვენ ეს ახსენეთ და თუ ასე აი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ავტორებიდან ხომ არ გამოარჩევდით ვინმეს აი კონკრეტულად იმიტომ რომ დღეობით ყოველდღიურად ახალ მწერალს ხვდებით თითქმის და ყოველდღიურად ხვდებით ახალ წიგნის მაღაზიებში რომლებსაც შეიძლება ასე არ ვიცნობდეთ თუმცა გადის რამდენიმე თვე და შემდეგ ქართველი თანამედროვე მწერლის წიგნს ვხედავთ ბესტსელერის თაროზე ეს ბევრს ნიშნავს ამიტომ საინტერესოა ამასთან დაკავშირებით თქვენი იცი მე არ მგონია ჩემი მხრიდან სწორი ვინმეს გამორჩევა გეტყვი რატო მე ამ ხალხთან მეგობრობ ნაცნობობ შესაბამისად ვინც უნდა დავასახელო აუცილებლად გამოიწვევს ერთგვარ უკმაყოფილებას და გულის წყრომას და რომ ჩამოვჯდებით ღვინის დასალევად ან ჭიქა კათხალუდის მისართმევად აუცილებლად გაჟღერდება იქ ეს უკმაყოფილება არავის გულს არ დაუწყვიტავ ხოლოდ იმას ვიტყვი რომ მე ვკითხულობ ჩემი თანამედროვეების შექმნილ ნაშრომებს უფრო პროზას ვიდრე პოეზიას არ დაგიმალავ და მგონია რომ ჩვენ ახლა ვქმნით ისტორიას და ჩვენი ნაწარმოებები აუცილებლად გახდება ქართული ლიტერატურის საგანძურის ნაწილი. უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ და ჩვენ ახლა ვიმყოფებით სივრცეში, სადაც ძალიან ბევრი ასევე საინტერესო კურსი ტარდება და საინტერესო ადამიანებიც იკრიბებიან. პირადად მე გამიხარდებოდა თუ რაიმე კურს ჩაატარებდით ჩვენ სივრცეში. საინტერესო იქნებოდა ფასკუნჯის მსმენელისთვის, იმიტომ რომ ჩვენ სივრცეს არ ყავს მხოლოდ მოზარდები, არამედ ზრდასრული ადამიანებიც ხშირად იკრიბებიან აქ. მე რომ გურამს ვუყურებ როგორი დიდი სიყვარულით აკეთებს ამ საქმეს შეუძლებელი არ მინდოდეს რომ მასთან ერთად გავაკეთო იგივე საქმე რომ ცოდნა გავაზიარო შესაბამისად თუ კი მისი მხრიდან იქნება გადმოდგმული ეს ნაბიჯი და თუ კი შემოთავაზებას მივიღებ რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით დავთანხმდები მე დარწმუნებული ვარ რომ მიიღებთ და აქვე გეტყვით რომ აი ბოლოსკენ რომ წავიყვანო ფასკუნჯის სივრცეა სადაც არა მხოლოდ ზრდასრულები არამედ ჩვენც მოზარდები ძალიან ბევრს სწავლობს და მათ შორის უმეტესობა ჩვენგანი ახლა ვადგავართ იმ მნიშვნელოვან გზას და იმ პასუხისმგებლობას ვართ შეჭიდებულები, რასაც წიგნის წერა ქვია. საკუთარი გამოცდილებით, რადგან თქვენ ახსენეთ, რომ პირველი წიგნი 15 წლის ასაკში დაწერეთ. რა რჩევებს მოგცემთ იმ მომავალ მწერლებს, რომლებსაც გსურს, თუნდაც გავხდეთ ჩვენს ბესტსელერის ავტორები? ამას გეტყვით ნებისმიერი პედაგოგი და მეც გავიმეორებ. უნდა წაიკითხოთ წიგნები. შეუძლებელია კარგად წერდე, თუ კი არ კითხულობ და როცა ამას ვამბობ, დავაკონკრეტებ. არ წაიკითხოთ მხოლოდ კლასიკა. ისევ გურამს დავესესხები სიტყვებს, რომ მხოლოდ კლასიკის კითხვის შემთხვევაში შენ ცუდი მკითხველი გამოდიხარ, იმიტომ რომ ნახე, ეს უკვე ჩემი აზრია, რომ სნობიზმი გეპარება, ლიტერატურული სნობიზმი. აი ეგ არ უნდა მოხდეს, თორე სტაგნაციაში შედიხარ. უნდა წაიკითხო ყველაფერი. აი ამის შემდეგ, როდესაც უკვე სიტყვათა მარაგი დაგროვებულია, სხვადასხვა მოსაზრებებს გაეცანი, მგონია რომ უნდა შეძლო გულწრფელობა. თუ კი ავტორი არ წერს გულწრფელად, მკითხველი აუცილებლად ხვდება ამას, რომ სადღაც იტყუები, სადღაც სიყალბეა და ამიტომაც დახურავს შენს წიგნს და გადადებს კვერცხზე. და დავამატებდი იმასაც, რომ რჩევების მიღება უნდა შეგეძლოთ. აი პირადად მე ძალიან მტკივნეულად ვიღებდი რეკომენდაციებს თინეიჯერობაში. დედაჩემი იყო უზომოდ კრიტიკული ჩემ მიმართ და რომ დაიწყებდა კითხვას, ეს არ მომწონს, ეს არ მომწონს, გადახაზავდა, გადმოხაზავდა და მე შემეძლო ამაზე მეტი რა. ნუ ბუნებრივია რომ თინეიჯერები ყველაფერს მტკივნეულად აღიქვამენ, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ტრაგედია. და ცოტა ასაკი რომ მომემატა, მივხვდი რომ ტრაგედია კი არა, ეს არის შესაძლებლობა, როცა ვიღაცა შენ მიგითითებს, რომ მოდი სხვა გზით წავიდეთ. აი ეს ადგილი დასამუშავებელია. ეს ფაქტობრივად არის გამოწვდილი ხელი იმისთვის, რომ საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად იქცე და ეს ტექსტიც გამოვიდეს მაქსიმალურად ღირსეული და კარგი. ასე რომ მიიღეთ რეკომენდაციები. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ ლიტერატურის უძირო სამყაროში, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას ახალ მწერალთან ერთად.